Государственный эстрадный оркестр Грузии «РЭРО» приветствует вас. Для нас каждая встреча со зрителем – большой праздник. Ну, а какой праздник без доброго грузинского вина? Поэтому не удивляйтесь, что в руках у меня этот маленький бокал. Мы заранее приносим свои извинения, что участники нашего представления не используют опыт популярного телевизионного обозрения «Кабачок 13 стульев». Мы, извините, сами играем и, простите, сами поем. За бокалы, друзья! გპ-ის ორკესტრთან, ანსამბლ რეროსთან და რაც მთავარია ქართულ ხმებთან დაკავშირებულმა პირველმა ქართველმა კონფერენციე გია ჭირაქაძემ მუსიკასთან ურთიერთობები პირველად ბებიის მეშვეობით გაარკვია. გაიგო ისიც, რა იყო ორხმაში სიმღერა და როგორ სრულდებოდა ტრადიციული ქართული პოლიფონიური მუსიკა. მერე როგორც ყველა ბავშვი სამუსიკო სკოლაში შეიყვანეს, ფორტეპიანოს კლასში მოგვიანებით ფორტეპიანო კლარნეტმა შეცვალა, რომელზეც გია ჭირაქაძე სასულე ორკესტრში უკრავდა. ამ ყველაფრის შემდეგ მან უკვე იქ გადაინაცვლა, სადაც მოხვედრაზე ხშირად ოცნებობდა. მე რო სკოლას ვამთავრებდი, იყო ცნობილი გპ-ის ორკესტრი, ან პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრი ტუგუშის ხელმძღვანელობით და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე ფაქტურად, იმიტომ რომ აი ეს ორკესტრი იყო იქ. აი იქ მინდოდა მე ყოველ შემთხვევაში ახლოს ყოფნა მაინც თუ იმ ორკესტრში არა და ბოლო ისე მოხდა რომ აღმოჩნდი. მაშინ იყო პლაკატები ასეთი რა საქსოფონადო შპიონ один шаг და ნუ მაგრამ რას მოთხოვ როცა სტუდენტები გამოდიან კი იქაც რაღაცა ის ლავირება ხდებოდა და პოლიტიკა თქვათ როცა სამ ამერიკულ ნაწარმოებს შეასრულებდი იქ ერთი დემოკრატიული ახალგაზრდობის ჰიმნი ან რომელიღაცა სხვა ჰიმნი ეს ისე იყო შენიღბვა და კამუფლაჟი და იქაც ხდებოდა ეს მაგრამ ჯაზზე გავიზარდე ჩემი თაობა კლასიკურ ჯაზზე გაიზარდა. ორკესტრის ხელმძღვანელ სოსო ტუღუშის გადაწყვეტილებით გია ჭირაქაძე კონფერენციას ფორმატს მალევე მოერგო. აქვე მას ყველაფერთან ერთად არა მხოლოდ სიმღერა, არამედ ცეკვაც კი ევალებოდა. პროფესიულ სცენაზე გამოსვლისას გია ჭირაქაძემ უკვე იცოდა, რომ სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, როგორ მიიღებდა მაყურებელი ორკესტრის გამოსვლას. გპ-ის შემდეგ იგი უკვე ანსამბლ რეროს კონფერენციე გახდა. მაყურებელთან კონტაქტისას იგი ყოველთვის თავდაჯერებული იყო. თითქოს უნდა დამგვანებოდა ერთი კონცერტი მეორეს, მაგრამ შეუძლებელია ეს, იმიტომ რომ აი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როდის იგრძნობ, რომ შენ გააბი, თქვათ რაღაც მხილავი ძაფი დარბაზთან. ეს თქვათ უცბად არ ხდება, ხანდახან თქვათ დასაწყისიდან სადღაც მეხუთე, მეექვსე ნომერზე თქვათ ან თუ წუთებით ვიტყვით თქვათ მე-10-15 წუთზე ხანდახან ისე გაივლის რაღაცა უფრო დიდი მონაკვეთი რომ ჯერ ვერ მოახერხე ესა ყოველთვის ესე არის რომ კონცერტს არ გავს ანუ შენ დაშტამპული არ ხარ რაღაცა ყოველთვის ხო, იმაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ არასოდეს არ დააბრალო თქვათ თუ კონცერტი არ ჩატარდა დიდი წარმატებით, არასოდეს მაყურებელს არ უნდა დააბრალო ან იმას რომ ორშაბათი დღე იყო და არა.
თუმცა ისეთი შემთხვევები, როდესაც მაყურებელთან კონტაქტი საერთოდ არ შედგა, მის ანგარიშზე პრაქტიკულად არ ირიცხება. დღემდე არ ახსოვს, რამდენი კონცერტი აქვს ჩატარებული, თუმცა ფაქტია, რომ მათი რიცხვი რამდენიმე 1000-ით განისაზღვრება. ამბობს იმასაც, რომ ამ კონცერტებიდან ყველაზე კმაყოფილი საკუთარი თავით მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყო. როგორც კონფერენციისთვის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 60-იან წლებში იყო. სწორედ ამ დროს გამოდიოდა რერო არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მაშინდელ ლენინგრადშიც, თანაც ყოველწლიურად. რეროს ანგარიშზე ასევე ოლიმპიაში გამოსვლაც. თუმცა ყველაზე მეტი ნერვიულობა მაინც ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლისას იყო. ჩამიტერებია კონცერტი ისე რომ რაღაცები გამიკეთებიან, მე არ მახსოვს. მე ან სხვას უთქვამს, ან მე ამიდგენია რაღაცნაირად. შეიძლება კონცერტი ჩატარებული იყოს, რომ რაღაცა დეტალები მე არ მახსოვს. ახალგაზრდა ვიყავი და ხანდახან უდისციპლინობა იყო ჩემი. კოტეპევზნერი იყო ჩემი ხელმძღვანელიც იყო, ეს იყო ვიცით. მამასავით იყო. ესე იგი მე არ მჭირდებოდა ფიქრი რეპერტუარზე, მე არ მჭირდებოდა ფიქრი ჩაცმაზე და ხურვაზე, მე არ მჭირდებოდა ფიქრი რეჟისორზე, ეს ყველაფერი ჩემთვის მოხსნილი იყო და თავის თავზე იღებდა ყველაფერს ამას. მე ამეთი შეიძლება მეტად განებივრებული იყო და ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი, ისევე მეორებ ეხლა რომ ახალგაზრდობის ბრალი იყო, რაღაცას წავიხულინებდი. გია ჭირაქაძე დღემდე ეთანხმება წმინდა ამერიკულ აზრს იმის შესახებ, რომ როდესაც ადამიანი 40 წლის გახდება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს პროფესია. მართალია ამ ასაკში მას არც კარგად შესწავლილი ფორტეპიანო გახსენებია და არც კარგად დავიწყებული კლარნეტი, სამაგიეროდ მიხვდა, რომ შეეძლო ძალები ტელევიზიაში მოესინჯა. ეს ის დრო იყო, როდესაც რეროში კრიზისი დაიწყო და ამავე დროს არაერთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლიც გაჩნდა. მოკლედ ტელევიზიის დრო დადგა, სადაც გია ჭირაქაძემ ჯერ უშტატო თანამშრომლად იმუშავა, შემდეგ რედაქტორად, ბოლოს კი კომენტატორად. აქვე დაიწყო მისთვის მესამე მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული ხმები. შეიკრა ასეთი მომღერალი სამეგობრო. გოგი დოლიძე, თემურ ჭკვასელი, თამაზელია, ზურა ლოლაძე, მე ერთ რედაქციაში მუშაობდით და იყო კიდევ მომარკე ლავტრიშვილი თქვა დათო აბესაძე. გავარკვით ოფიციალური ანსამბლის სახელი და ნათლია იყო ნუგზარ ფუფხაძე, მასე ამაყებოდა როგორ აი ჟურნალისტები მღერიან და დაერქვა ანსამბლ ჟურნალისტი და მე რო ცოტა საზღვარგარეთ მოგვიწია კომერციულმა მოგზაურობამ იქაურმა იმპრესარიო თქვა რომ ამ აფიშაზე არავინ მოძახლა ჟურნალისტი. არის ჟურნალისტზე რატო მოვა? სვედელი და მაყურებელი და შემოგთავაზა ქართული ხმები და ასე ფრანგმა ქართულმა იმპრესარიომ მოგუნათლა. ანსამბლმა 18 წელი იარსება ქართული ხმების საკონცერტო ისტორიიდან გია ჭირაქაძეს ყველაზე კარგად კუნძულ კორსიკაზე ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლა და ადგილობრივ ანსამბლ აფილეტასთან ურთიერთობა ახსენდება. ჩვენ ყოველ წელიწადს ვპატიჟებდნენ და აფილეტა იყო მასპინძელი და ჩვენ თითქოს ისევე მასპინძელი და აი სტუმარი მასპინძელი ვიყავით. ეს მრავალ წელიწადს გაგრძელდა. აი ეს ყველაზე დიდი ის იყო, იცით, აღიარება და წარმატება. მე ერთ წელიწადს რაც უკუბელები ჩამოვიდნენ, ძალიან ძლიერი ანსამბლი იყო და უკუბელები ჩამოვიდნენ, კინაღამ ქართველებს აჯობესო. ჩვენ ესე იგი ეტალონად მოვყავდით. აი კინაღამ აჯობეს ქართველებს. ეს ყველაზე ისეთი და დამამახსოვრდა თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ახალი ქართული ხმებიც უკვე იყვნენ ამ ფესტივალზე და მე მგონი კიდე ჩავნით. დღეს უკვე გია ჭირაქაძე ქართული ხმების მეორე თაობას აქტიურად გულშემატკივრობს. სცენაზე იშვიათად ჩანს, სამაგიეროდ მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმით, შვილიშვილებთან ურთიერთობითაა დაკავებული. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლის შემდეგ ცნობილი კონფერენცია თვლის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.